სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო სახში ხარ? ხო და ეხა ბიბანავი ძლივს დავარეგულირა წყალი ისე მიცივდებოდა. შენსად იყავი აქამდე? ელენე წავიყვანე სკოლაში. მერე კლასელის მშობელი შემხვდა და შევყევით ბავშვებზე ლაპარაკს. ხო და მერე შევიარე პროდუქტებზე. შენ შვები ემზადები? რო იცოდე რას ვიცვავ. შენ რაც არ უნდა ჩაიცვა, მაინც ყველაზე ლამაზი იქნები. იმიტომ შენ შვილი ვარ. მართალია, მაგრამ რაღაცა სხვანაირად გიბწყინავს დღეს თვალები. ყოველდღე ხო არ ვიწყებ ახალ სამსახურს. ძალიან მინდა რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. თუ არ დააგვიანებ, ყველაფერი იდეალურად ჩაიაროს. რომელი საათი? სად არის? რო არ არის სახში და ველაპარაკე, მაგრამ რაღაც ხები ისხოდა და ვერ გავიგე რა მითხრა. ამ დილაუთენიები სად დადის რა? მე რაღაც მისამართი მომწერი. სად არის? რუკაზე ვნახავ. შორია? არა, რაღაც აქვე არის. ოკნათ. რავი მივიდეთ რა. წამო რა. მანქანით? არა, წამო ფეხი წამო. ეს არის? რავი, გადგილია. აუცნაური კაცი. ო. ამას შეცხადო, ხო? სიადა და სასტავი. ჩანჩურას შეძვია და ცოტა. ხო, ბიჭო. ვა, გომართვის ჩანჩურა ისვენებს. როდის მოხვედით? ეხლა მოვედით ჩანჩურ. ისე შენი მიღწევებიც ვნახეთ ძმაო რა. ჩანჩურა ზერგამოჭრილი სახელია. ხო? რა ხო, ბიჭო, ვიდა გარქვა. მე თვითონ დავირქვი. ეს არის სამხედრო ტაქტიკური სვლა. მოწინააღმდეგეს აბნევს. ვინ მოწინააღმდეგე? ვისაც ვეთამაშებით. გეგმის ნაწილია. ხო, აბა, ამ სახელის გამო თავიდან არასერიოზულად ვიყურებენ და მე უსვათ რა გადაა. ავე ზვია. ზვია და არა, ავე ჩანჩუ. ჩანჩუ. აუ, თქვენ ხო არაფრის აზიარ ხართ რა. თახვებო, ჩანჩუ მიდის. ნახვამდის. კარგად, წავედით. დიახ, 85 იქნება საჭირო. არა, არ იქნება პრობლემა. უბრალოდ რაც შეიძლება მალე რომ მოიტანოთ. კარგით, მაშინ დღეს დაგელოდებით. კარგით. დაკო, როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხართ? მოდი ეს ოფიციალური ტონი არ გვინდა, კარგი? ძალიან 2 წუთი რომ შემოკვიდე. აქ რომ მითხრათ მეჩქარება დასარეკი მაქვს. შუა დერეფანში საუბარი არ მინდა. თან დიდ დროს არ წაგართმევ რა. კარგი? სწორად მინდა რომ გამიგო. რასთან დაკავშირებით?
ჩვენი კლინიკა განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან სტადიაშია. მინდა რომ ეს კლინიკა, სარეაბილიტაციო ცენტრი. არა მარტო საქართველოში, კავკასიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გავხადო. მესმის. ხო, ამიტომ არ იქნება გასაკვირი ჩემგან თხოვნა. რასთან დაკავშირებით? შენთან. მართალია სხვა პირობებზე შევთანხმდით, მაგრამ თაკო, რა გჭირს? კარგად ხარ? არ შემიძლია. აქ რა გინდა? არ შედიხარ? მოხვედი უკვე? აი მე კიდე მეგონა რომ დავაგვიანე. არა. შენ გელოდებოდი, არ მინდოდა მარტო შესვლა. მადლობა. დღეს რაღაცა ძალიან ლამაზად გამოიყურები და ხდება რამე? სხვა დროს არ ვარ ხოლმე, ხო? არა, ყოველთვის ლამაზი ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მოგინდომებია. ხო, რა ვიცი, მაინც ახალი სამსახური, ახალი პოზიცია. და მე მგონი ახალი კაციც გჭირდება, იცი? არა. შვენივრად ვგრძნობ თავს. არ მინდა. შევიდეთ, ხო? ავიდეთ ხო? და ვეცდები აღარ გავუდინო ხოლმე. აი დღევანდელი დღე გადავაგოროთ და მე ყველაფერი კარგად იქნება. ჯერა. უკვე კარგად დაიწყო. იმედია. აი შემოწიანი. მადლობა. ყველაფერი იქნება მაგრად არ ინერვიულო. შენ რა იცი? რა ვიცი. რომ ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. იმიტომ რომ გიცნობ თაკო. ეს შენი ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანდახან მღლის ხოლმე. 101 წელიწადი იცხოვრე. მოიცა. ყველაზე ჯანმრთელ ადამიანსაც ემართება კიბო და კიდე 1000 უბედურება. ხვეწები ახლა აქ არ დაიწყო ეს სულელები რა. ის საერთოდ ვერ ხვდები ხო რა სულსმაფრე? კარგი. მოდი. დაველოდოთ მაშინ სანამ ექიმი რამეს არ გვეტყვის. აქამდე ნომინირებულები კარგი. კერესელიძე. დიახ, ჩვენ ვართ. მოგზაურობთ. ამჯობა. ყველაფერი გითხარით რა? რეალურად დასამალი არაფერი არ მაქვს და არც მაქვს უფლება რომ ეს გავაკეთო. არა, ეგ არც გვიფიქრია. ანალიზის პასუხები მოვიდა ხო ყველა? დიახ, თითქმის ყველა ანალიზი ნორმაშია. თითქმის რატო რამე დარღვევა სადმე? ერთადერთი ამინომჟავების შემოწმებისას სისხლში ტრიპტოფანის დეფიციტი შევნიშნე. და ეგ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჰორმონი სეროტონინის გამომუშავება არ ხდება, ან რთულად ხდება. ეგ ახლა ჩვენ ენაზე რო ვითხრათ? მეც არ მგონია მარტო ეგ არის. ბოლო დროს თუ გაწუხებთ, აი ცუდი განწყობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, ან დაბალი თვითშეფასება, ცუდი მეხსიერება და მსგავსი რა. მე მგონი ეგ ყველაფერი ერთად. ეგრე ძალიან გაღიზიანე? არა, ეგ შუაშია, უბრალოდ ჩვენზე ვლევა. სხვათა შორის აგრესიაც ერთ-ერთი სიმპტომია. ანუ ეს ჰორმონი განაპირობებს თაკოს კარგად ყოფნას? ანალიზების მიხედვით კი. ამ ჰორმონის ნაკლებობა ამინძეც არის დამოკიდებული და ყველაზე მეტად შეიძლება ნერვიულმა ფონმა განაპირობოს. ერთ თქვა რისი თქმა გინდათ რომ მე უბრალოდ რაღაც სეზონური დეპრესია მაქვს? ვიცით რა არის ანალიზის მიხედვით სეროტონინის ნაკლებობა გაქვთ. კარგი და რას გვირჩევთ? გირჩევთ რომ მიიღოთ ბოჭკოვანის საკვები. ეხლა მე გაგიკეთებთ სიას ჩამოგიწერთ რეკომენდაციას და პარალელურად აუცილებლად კარგი იქნება თუ ივარჯიშებს. ისედაც სუპერ ხედავთ ხო? ვარჯიში, იოგა, პილატესი.
საკმაოდ ეფექტური. თქვენ რას მეუბნებით ვერ გავიგე, რომ მე ვიგონებ, რომ ცუდად ვარ და რაღაც ვარჯიშებმა უნდა მოვაგვარონ ჩემი პრობლემა? ეთით რა, გაზაფხული მალე მოვა და მზესთან ერთად ყველაფერი დაალაგდება. მე გარეთ დაგელოდები, ხო? მოიცა. ნახვამდის. გასავა. არა უშავს. ეს სეროტონინის ნაკლებობის ბრალია. თქვენ გაითვალისწინეთ ჩემი რეკომენდაციები და ყველაფერი კარგად იქნება. კეთილია. შემიძლია წავიდე. კი ბატონო, კარგად ზამთარს. ნახვამდის. წარმატებებს გისურვებ. კარგად. რა მოხდა? რა რეკლამებია რა წაიღო ტვინი. შენი ქუნა გენახე რა დღეში ვეღარ. მე და ქეითი რო დავშორდით. მაგდოს ხოლოდები რომ ეხა მომწეს და აინთებოდა ტელეფონი დავხედავდი და რაღაც შეტყობინება და მაგით აქ ეკრანი გადახილი ბოლოს ვისროლი. მართლა დავიდა. ვაიმე. შემეშინდა. რაზე ჭორავთ? რა შვებით როგორ ხარ სამ? ჩვენ? რა ვიცი რა, შენ კიდე გამაგებინე. ამ ორ კვირაში ერთხელ ოკეანის გადმოფრენაც არ ჯობია რომ დაბრუნდე საერთოდ? და ვისთან დავბრუნდე რომ ერთი ძმა მყავდა და იმასაც ვეღარ პოულობ. ვერ პოულობ რას ნიშნავს? დაიკარგა? ხო და მეც ვერაფრით ვერ ხვდები მაგის აქციელს, რა თან დღე-დღეზე აქვს სასამართლო. რა დროს მაგის აქცია იყო? ეგარი ყველაზე საში. ეხა წაუყენებენ ბრალს. მიმალვაში დაადანაშაულებენ. ხო და ის რა თუ მართლა გაიქცა. ეგა ბოდიში, მაგრამ იქნებ ერთხელ დასამუდამოდ მაინც ისწავლო შკოლა რა. ეხა არ არის ეგ სიტუაცია. ხო გადანაშავე რა იყოს, მე მივიყვანე პირველი პოლიციაში, მაგრამ ანუ უდანაშაულოა და რა მეცოდება. აი დამშვიდით რა, რაღაც გამოსავალი იქნება. გამოსავალი არის რომ გამოჩნდეს. ყველაზე ძალიან ცრის მეშინია. ეხა ეგ თუ არ იმალება. და რამე უფრო სერიოზულ შარში გაეხوان, თქმაც არ მინდა. და ყოველ სუდი იცი რა არის? პოლიციაში ვერ განაცხადებთ რომ დაიკარგა. იმიტომ რომ ეგრევე ეჭვს მიიტანენ რომ გაიქცა. აღარ შემიძლია მართლა ნერვი აღარ შემჩახა ძალიან ცუდად ვარ. ეგ ხო წმიდა მშვიდი რა. დარწმუნებული ვარ რაღაც მიზეზი ქონდა, თორე გოგო არ მოიქცეოდა ესე. რა მიზეზი მარიამ, ნუ გადამრიე ესეთ რაღაცას რომ გედავებიან. იმ მომენტში იმის მაგივრად რომ ყველა წესი, ყველა კანონი, ყველაფერი დაიცვა, ანუ კარგი ხარ, რას ვერ ხვდები რა ქნა. ხო, მაგრამ მეც ვერანაირად ვერ ხვდები მაგის აქციელს რა. რამის და ლევ? რაღაც უნდა გითხრათ. თქვი? ვიცი სადაც არის. ვინ გოგა? გოგა? ხო, დამშვიდი. მითხრა რომ არავის არ უთხრა თორე ხო იცი არ დაგიმალავდი. ხო ვიცოდი რა. აი ხო გეუბნება. ახლა ნუ გადამრიეთ ახლა, სად არის? ჩემთან სოფელში. კაი, მეც მანქანით ხარ თუ ტაქსით? მანქანით ვარ. კაი, გადავიხდი და წავედით. მე მაინც რატო არ მითხარი? აი როგორ უნდა მეთქო, ჯერთი ყველაფერი დამაფიცა და მე ტელეფონში როგორ გეტყოდი მაგას? რატო დაიგო? წავიდეთ და მოგიყვებით ყველაფერს. აბა, რას აღნიშნავ? იმას რომ ერთად ვართ. და კიდევ დიდხანს მინდა რომ ერთად ვიყოთ რა. აი, არ ვიცი შენ გულში რა გიდევს მომ, მაგრამ მე შენთან ვარ. შენ გენაცვალე. ზუსტად გულში იცი რა მიდევს.